იცოდით, რომ ახალშობილებისთვის კონკრეტული რეფლექსებია დამახასიათებელი, რომელიც მხოლოდ ახალშობილობის პერიოდში არსებობს და შემდეგ ქრება. მათ შორის არის აი ეს რეფლექსიც, შეხედეთ თითქოს ახალშობილი დადის და ეს რეფლექსი დაახლოებით 3-დან 4 თვემდე გრძელდება და შემდეგ სამუდამოდ ქრება. ამას გარდა ზოგიერთი ესეთი რეფლექსი, მაგალითად აი ეს, რასაც ვიდეოზე ხედავთ, ბაბინსკის რეფლექსი, როდესაც დასრულებში არის წარმოდგენილი, მიუთითებს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებაზე. ეს ყველაფერი კი გამოწვეულია იმით, რომ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ახალშობილებში არ არის დასრულებული მიელინიზაციის პროცესი, რაც ნიშნავს აი ამ შრის დასრულებულ წარმოქმნას. მიელინი ზოგადად იზოლატორის როლს თამაშობს, მარტივად რომ აგიხსნათ და უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების ფიზიოლოგიურად და იზოლირებულად გადაცემას. და სწორედ ამ პროცესის შედეგად ახალშობილებში კორტიკალური, ანუ თავის ტვინის ქერქის კონტროლი კონკრეტულ რეფლექსურ ცენტრებზე არის შემცირებული, რის შედეგადაც ახალშობილებში არსებობს ესეთი რეფლექსები, რომლებიც მაგალითად ზრდასრულ ასაკში უკვე გარკვეულ პათოლოგიაზე მიუთითებდეს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.